მოგესალმებით. ახლა პატარა მცირე ექსკურსი რომ გავაკეთოთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ საუბარი ისეთ ძალიან მნიშვნელოვან არაორგანულ ნაერთზე, როგორიც არის წყალი, ხო? განვიხილეთ მისი ფუნქცია, მისი თვისებები და ცოცხალ სისტემასთან მიმართებაში ეს თვისებები რას განაპირობებს, ანუ რამდენად არის მნიშვნელოვანი. განვიხილეთ თვითონ ჰიდროფილური, ჰიდროფობული, პოლარული, არაპოლარული ნაერთების არსი და აქ მინდა ვთქვათ, გავამახვილო ყურადღება, ჩვენ გქონდა ზოგიერთ ჯგუფში საუბარი, რომ რას ნიშნავს, რომ შენ ხარ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი, ხომ? ეს ნიშნავს იმას, ძირითად შემთხვევაში, რომ შენ შეგიძლია გამოიყენო ამ დარგში არსებული ტერმინოლოგია ჯეროვნად. ანუ ეს მინდა გთხოვოთ, რომ გაითავისოთ, რომ ეს არ არის რაიმე მაღალფარდოვანი სიტყვების ხმარება მაინც და მაინც და ასე შემდეგ, არამედ ეს არის, რომ ის ტერმინოლოგია, ანუ ჩვენ სწავლის პროცესში ვსწავლობთ არა მარტო ფაქტებს, ვსწავლობთ არა მარტო რაღაცა პროცესებს, არამედ ჩვენ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ტერმინოლოგია და ეს ტერმინოლოგია აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს განასხვავებს სხვათა შორის აკადემიურ სივრცეს არააკადემიურ სივრცისაგან. ანუ შესაძლებელია შენ იგივე აზრი სხვანაირადაც გამოთქვა, რა თქმა უნდა, სხვა სიტყვებით, შენი სიტყვათა მარაგის და მიხედვით, მაგრამ მაინც სასურველია, როდესაც საუბარია დარგზე, როდესაც საუბარია დარგის სპეციალისტებთან, რომ გამოიყენო შენის ტერმინოლოგია, რაც ამ დარგში არის აპრობირებული. ამიტომ აი ჩვენი სწავლის პროცესში რა ტერმინებსაც შევხვდებით, მე გთხოვთ, რომ ეს გაითავისოთ და ეცადოთ, რომ მათი გამოყენება შეძლოთ. ისე, როდესაც როგორც ადამიანი სწავლობს უცხო ენას მაგალითად და სწავლობს სიტყვებს, რაც გამოიყენება ამ უცხო ენაში. ეხლა, როდესაც ჩვენ პირველი ვისაუბრეთ გარკვეულ ქიმიურ ექსკურსზე, ფუნქციურ ჯგუფზე და შემდეგ წყალზე, ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ ასეთი ნაერთები, რომელთაც ეწოდებათ ელექტროლიტები. ანუ ესენი არიან ნაერთები, რომლებიც წარმოქმნიან იონებს, ანუ წყალში გახსნის შემდგომში ისინი იშლებიან იონებად, შეიძლება ითქვას, და ეს იონები არის დამუხტული ნაწილაკები. მაგრამ საინტერესო ფაქტორი არის, რომ აღმოჩნდა, რომ თვითონ წყალსაც ახასიათებს დისოციაცია. ანუ, აი ნახეთ ახალი სიტყვა, ალბათ თქვენთვის კარგად ცნობილი უკვე, დისოციაცია. რა არის დისოციაცია? ეს არის დაშლა იონებად, შეიძლება ითქვას. ეს არ არის დაშლა, როგორც ესეთი. ანუ დისოციაციას ხშირ შემთხვევაში ასოციაცია შეიძლება მოყვეს და დაშლის შემდგომ აწყობა უფრო გართულებული პროცესია. ან არ არის ხოლმე ხშირად პირდაპირ შექცევადი პროცესი. და დისოციაცია და ასოციაცია ეს ურთიერთშექცევადი პროცესები. აღმოჩნდა, რომ წყლის მოლეკულას ახასიათებს დისოციაცია. აი როგორ ხდება წყლის მოლეკულის დისოციაცია, როგორც სურათიდანაც ხედავთ და მასალაში თქვენ წაიგითხავთ, რომ რადგანაც წყლის მოლეკულა არის პოლარული და მას აქვს, მათ შორის არის წყალბადური ბნები წარმოქმნილი, აღმოჩნდა, რომ და აქ არის დადებითად დამუხტული წყალბადის პოლუსები და უარყოფითად დამუხტული ჟანგბადის პოლუსი. აღმოჩნდა, რომ წყლის მოლეკულების ურთიერთზემოქმედების შედეგად ერთი წყალბადის პროტონი შეიძლება მოსწრეს წყლის მოლეკულას, პროტონი მხოლოდ ელექტრონი დარჩება ჟანგბადთან და გადადის ეს პროტონი სხვა წყლის მოლეკულაზე. აი როგორც აქ ხდება და წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ჰიდრონიუმის იონი. ანუ დადებითად დამუხტული იონი, რომელსაც ჰიდრონიუმის იონი ეწოდება. ეს არის წყლის მოლეკულა პლუს ერთი დამატებითი პროტონი. რა თქმა უნდა, ჯამური მუხტი აი ამ მოლეკულის არის დადებითი. ანუ ის არის დადებითად დამუხტული იონი, შეიძლება ასე ითქვას. ერთი პროტონით მეტი აქვს. ეხლა, ნარჩენილი ნაწილი, ეს რა თქმა უნდა არის ჰიდროქსიდის ჯგუფი, რომელიც არის უარყოფითად დამუხტული, რადგანაც მან გასცა ერთი პროტონი და ერთი ელექტრონი კი მასთან დარჩა. ანუ წყლის დისოციაციის შედეგად ჩვენ მივიღებთ, როგორც სხვა დისოციაციების შედეგად, დადებითად დამუხტულ და უარყოფითად დამუხტულ იონებს. ეხლა, სიმარტივისათვის, აი მსჯელობის კუთხით, ხო, სიმარტივისათვის, რა თქმა უნდა, აი ამ ჰიდრონიუმის იონს აღნიშნავენ როგორც პროტონს. რადგანაც მას დადებითი მუხტი აქვს მაგრამ არის საინტერესო ეს, რომ ეს ჰიდრონიუმის იონი არასტაბილურია. ანუ ეს პროტონი, როდესაც ერთ წყლის მოლეკულაზე გადადის, შემდგომში გადავა მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ნახტომისებურ მოძრაობას ასრულებს და ხდება წყლის მოლეკულების აღდგენა და ახალი წყლის მოლეკულებისგან იონების, ჰიდრონიუმის იონების წარმოქმნა.
ანუ მოძრაობა მიმდინარეობს ეს. შეიძლება ეს პროტონი ისევ დაუბრუნდეს ჰიდროქსიდის იონს და ისევ წყლის მოლეკულა აღდგეს ჩვეულებრივ. ანუ უკუ რეაქცია წავიდეს ჩვეულებრივ. ანუ ამიტომაც სიმარტივისათვის აღნიშნავენ, რომ ეს არის წყალბადის პროტონი, მაგრამ იდეაში ეს არის ჰიდრონიმის იონი და ჰიდროქსიდი აღნიშნება ჰიდროქსიდი. ეხლა თანაფარდობა, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი სუფთა წყალზე, სტანდარტულ პირობებში, თქვენ უკვე იცით რა არის სტანდარტული პირობები, ეს არის 25 გრადუსი ცელსიუსი, 1 ატმოსფერო წნევა, აი ამ დროს წყლის დისოციაციის ხარისხი არის ძალიან მცირე. აი გაზომილია, რომ დაახლოებით 1 მილიარდი წყლის მოლეკულიდან მხოლოდ 2 დისოცირდება. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენად მცირე არის ესე იგი წილობრივი ოდენობა წყალში, სუფთა წყალში წყალბადის პროტონებისა. აი თქვენ როდესაც ისაუბრებთ აი გატიტრის მეთოდზე მაგალითად და აი ტიტრაციის მეთოდზე, როდესაც არის საუბარი მჟავის და ფუძეების გატიტრა, იქ ნახავთ რომ წყლის დამატება ხდება აი თვითონ ამ მეთოდში, ხომ? წყლის დამატება ხდება და ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა კიდევაც მე რომ აი იმიტომ რომ წყალი არ მოქმედებს, რატომ არ მოქმედებს pH-ზე? იმიტომ არ მოქმედებს pH-ზე, რომ უკაცრავად pH-ზე უნდა ვისაუბროთ დღეს, მაგრამ ახლა ვერ აღვნიშნოთ, ხო? იმიტომ არ მოქმედებს წყალბადი იონთა კონცენტრაციაზე, რადგან ძალიან მცირეა მასში რეალურად წყალბადი იონთა კონცენტრაცია წარმოქმნილი. თავისუფალი წყალბადი იონების კონცენტრაცია არის ძალიან მცირე. ეხლა, ანუ ესე იგი წყალი დისოცირდება ძალიან სუსტად სტანდარტულ პირობებში, თუმცა ის მაინც დისოცირდება. ეხლა, რადგანაც ის მაინც დისოცირდება, ასე თუ ისე, ხო? და თანაფარდობა არის 1:1-თან ჰიდროქსიდის და პროტონის. ამიტომ შეგვიძლია ჩვენ, რომ ეს დისოციაცია დავახასიათოთ ესეთი დისოციაციის კონსტანტით. წყლის დისოციაციის კონსტანტა, აი რომელიც არის წარმოქმნილი აქ ზედა ნაწილში, თქვენ ხედავთ, ეს არის პროდუქტები შეფარდებული მორიაგირე ნივთიერებასთან. ახლა ამ შემთხვევაში მორიაგირე ნივთიერება არის წყლის მოლეკულა. ანუ წყლის მოლეკულა დისოცირდება თვითონ წყალბადის პროტონად და ჰიდროქსილის ანიონად. ან ჰიდრონიუმის იონად და კათიონად და ჰიდროქსილის ანიონად. ეს როგორც თქვენ გნებავთ, ისე შეგეძლიათ დაიმახსოვროთ, თუმცა ლიტერატურაში რა თქმა უნდა პროტონია ძირითად შემთხვევაში აღნიშნული. ეხლა როდესაც საუბარია ამ განტოლებაზე, ჩვენ თუ შევხედავთ წყლის მოლეკულას, წყალს, ხომ თვითონ, ეს არის წყლის კონცენტრაცია, ეს არის წყლის მოლური კონცენტრაცია. და აი თქვენ ნახავთ კიდევაც მასალაში და ეხლა ჩვენ რომ მსჯელობის კუთხით ვთქვათ, გავყვეთ მსჯელობას, ლოგიკა რაღაცა რო დავინახოთ ამაში. 1 ლიტრ წყალში მოლური კონცენტრაცია თქვენ მოგეხსენებათ რა არის? ეს არის 1 ლიტრ გამხსნელში გახსნილი ნივთიერების გრამ-მოლების რაოდენობა. და ეს არის ნივთიერების მოლეკულური მასა გამოსახული გრამებში. და 1 ლიტრ გამხსნელში, სუფთა გამხსნელში, როდესაც არის წყალი, ხომ? ეს გამხსნელი თუ არის წყალი და თუ ეს არის სუფთა წყალი და თუ მთელი სივრცე, მთელი ეს 1000 მილილიტრი მოცული აქვს ამ წყლის მოლეკულებს და მეტი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად იქნება წყლის კონცენტრაცია. და ეს არ შეიცვლება. ანუ წყლის კონცენტრაცია, სუფთა წყლის კონცენტრაცია 1 ლიტრ გამხსნელში არის მუდმივი, ხომ? ეხლა რა არის ეს? საიდან როგორ შეგვიძლია? ეს რიცხვი უდრის 45.5 მოლს, 45.56 მიასედ მოლს. და რადგანაც ეს არის მუდმივი, ამიტომ შესაძლებელია მათემატიკურად, რომ ჩვენ ეს მუდმივა გავამრავლოთ ამ მუდმივას. ანუ ორივე მხარე ამ განტოლებას გავამრავლოთ წყლის კონცენტრაციაზე, მივიღებთ აი ამ განტოლებას, რომელიც აღინიშნება ასეთი ახალი მუდმივას აღნიშნით, რომელსაც ქვია KW. ანუ ეს არის ამას ქვია წყლის იონური პროდუქტი. W იმიტომ რომ water, ხო? ანუ ეს არის წყლის იონური პროდუქტი. რატომ იონური? იმიტომ რომ აქ იონებია. იონების ნამრავლის შედეგად მივიღეთ ამას, ხო? რადგან წყალის თვითონ არის წყლის კონცენტრაცია არის მუდმივი და ეს უდრის 45.56 მოლს. 45.5 მოლს. გააჩნია სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირად არის დამრგვალებული ხოლმე. ეხლა საიდან მივიღეთ ეს რიცხვი და როგორ? მე ამას დაგიტოვებთ თქვენ რომ წაიკითხოთ, აღიქვათ თუ კითხვები დაგიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ რომ აუცილებლად დასვათ და გაერკვით.
ეხლა ამისი გამოთვლა ესე არ მოგეთხოვებათ, მაგრამ საინტერესო იქნება რომ ეს იცოდეთ საიდან რა როგორ ანაირად მოდის. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ აი ამ ფორმულას, აქედან ერთი ვიცით, ხო? ანუ წყლის იონური პროდუქტი თუ უდრის ამას, მაშინ 45.5 მოლი უნდა გამრავლდეს წყლის დისოციაციის კონსტანტაზე. ხო, ეს რიცხვი უკვე ექსპერიმენტულად არის გამოთვლილი, ანუ ექსპერიმენტების შედეგად არის დადგენილი და ეს უდრის 1.8 ხარისხად მოლს. და ამათი გადამრავლების შედეგად თქვენ მიიღებთ 1.10-14 ხარისხად მოლ კვადრატს. ანუ ეს იგი წყლის იონური პროდუქტი ყოფილა 1.10-14 ხარისხად მოლ კვადრატის ტოლი. ანუ ეს ყოფილა აი ამ ორივე იონის ნამრავლის შედეგი. მაგრამ რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სუფთა წყალში ეს წილობრიობა მათი არის 1:1-თან, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უკვე, რომ ისინი თანაბრად არიან წარმოდგენილნი და რა თქმა უნდა, ერთი უდრის მეორეს და უდრის აი ამ რიცხვის კვადრატულ ფესვს, ხო? ანუ უდრის 1.10-7 ხარისხად მოლს. მოლ ლიტრი, ხო? უკვე ჩვენ ვიცით, რომ დიდი ემით აღნიშნება მოლი litrს. ანუ ესე იგი, სუფთა წყალში კონცენტრაცია, სტანდარტულ პირობებში კონცენტრაცია 1 ლიტრ წყალში წყალბადის პროტონებისა და ჰიდროქსილის ანიონებისა უდრის ერთმანეთს და ეს უდრის 10-7 ხარისხად მოლს. და ჯამურად მათი ჯამი, ანუ ორივეს ერთობლიობა ჩვენ გვაძლევს 10-14 ხარისხად მოლ კვადრატს. ანუ ესე იგი, ეს არის ფარგალი, რა ფარგალში შეიძლება ვარირებდეს თითოეული მათგანის კონცენტრაცია. ანუ თუ ერთი მოიმატებს, მეორე შემცირდება და თუ მეორე მოიმატებს, პირველი შემცირდება. ანუ ეს არის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც აუცილებლად. ხა თქვენ მკითხავთ მე, მაშინ როგორ ხდება ეს? რატომ ხდება, რომ ერთმა მოიმატა და მეორე როგორ შემცირდა? რატომ? იმიტომ რომ თავისუფლად ხდება რა, რომ თუ პროტონის კონცენტრაცია მოიმატებს, მაშინ ჰიდროქსილის ანიონები შეძლებენ მის მიერთებას. ხო? ანუ ისინი გარდაექნებიან ისევ წყლად. მაგრამ თუ ეს პროტონის კონცენტრაცია მოიმატა, ის ჰიდროქსილის ანიონებს გაანეიტრალებს, მაგრამ პროტონი მაინც დაგვრჩება, ანუ დადებითი მუხტი მაინც დაგვრჩება. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი იქნება პროტონისათვის უფრო დიდი და ჰიდროქსილის ანიონისათვის უფრო მცირე, ხო? ანუ უფრო ცოტა გვექნება თავისუფალი ჰიდროქსილები. ეხლა პირიქით რო ვთქვა, თუ ჰიდროქსილების კონცენტრაცია მოიმატებს, ეს ჰიდროქსილები მიერთებენ პროტონს, გარდაექნებიან წყლად და სამაგიეროდ ჰიდროქსილების რაღაცა ულუფად არჩება ზედმეტად. ზედმეტობა გვექნება. შესაბამისად, ჰიდროქსილის კონცენტრაცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე თავისუფალი პროტონების კონცენტრაცია. ამიტომაც არის, რომ ისინი ერთმანეთთან არიან ძალიან დაკავშირებულები. ეხლა თქვენ ხედავთ, რომ აქ წერია 10-7 ხარისხად მოლი, ხო? ანუ შეიძლება იყოს და 10-14 ხარისხად მოლ კვადრატი. ანუ შეიძლება ეს იყოს 10-7, 10-5, მე6, 10-მე8, მე9, მე10, მე14-ის ჩათვლით, თქვათ თეორიულად არის დაშვებული, რომ შეიძლება მეტიც იყოს. ანუ ეს რა არის? რომ ეს არის ერთზე ძალიან უფრო მცირე რიცხვი. და რა თქმა უნდა, მისი ჩაწერა და მისი ეს მასზე მსჯელობა და რაც თავარია, განსხვავების შეხედვა მათ შორის არის არარელევანტური. ანუ მსჯელობის კუთხით ამას არ აქვს დიდი, ესე ვთქვათ, დატვირთვა. ამიტომაც იყო ესეთი ცნობილი მეცნიერი სორენსონი, რომელიც სწავლობდა ამ საკითხს თვითონ და შემოგთავაზა ასეთი აღნიშვნა, რომელსაც ეწოდება pH-ი. ახლა სორენსონი, როდესაც ამაზე მუშაობდა, მან აი ამ pH-ი იხმარობდა, როგორც ასეთი არსებობს ესეთი გადმოცემა, რომ p-ს ხმარობდა როგორც x და q-ს ხმარობდა როგორც y-ს, ანუ უცნობებს. და თუმცა შემდგომში აი ამ p-მ შეიძინა ახალი იდეა. აი შემდგომ ლიტერატურაში რომ გადახედოთ, თქვენ ნახავთ, რომ p-ს აქვს ახალი იდეა და ეს იდეა არის დაკავშირებული ძალასთან. იმიტომ რომ p არის power, ხო? და ეს არის თითქოს წყალბადის ძალა.
აი თითქოს წყალბადის ძალასთან იყო დაკავშირებული სორენსენმა ესე დააკავშირა. ხა რეალურად ეს არ არის ამასთან აღმოჩნდა კავშირში რაღაც ლიტერატურული მონაცემებით ასე უფრო დასტურდება, მაგრამ თავის ესე ვთქვათ აზრს ეს არ აკნინებს. და ეხლა რითი აღნიშნა მან პე? მან თქვა რომ აი ეს ძალიან მცირე რიცხვი რადგანაც არის ეს კონცენტრაცია წყალბადის პროტონების. მოდი ჯობია რომ ავღნიშნოთ ეს, ავიღოთ მისი ლოგარითმი. ავიღოთ მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმი. და მან აიღო ეს უარყოფითი ათობითი ლოგარითმი და უკვე მიიღო რომ აი მაგალითად, როდესაც არის pH-ი, როდესაც ესე იგი უკეთესად, როდესაც წყალბადის პროტონის კონცენტრაცია უდრის 10 - მე-7 ხარისხად მოლს, მაშინ მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმი იქნება 7. ხო? აი ამას ახლა მარტივი მათემატიკური გარდაქმნით თქვენ. ანუ თუ იქნება 10 - რაღაცა 5.4 მოლი, მაშინ მისი pH-ი იქნება 5.4. თუ იქნება 10 - მე-10 ხარისხად მოლი, მაშინ მისი pH-ი იქნება უკვე 10. ანუ შესაბამისად, აი ეს მაჩვენებელი მიუთითებს არეში წყალბადიოთა კონცენტრაციაზე. ანუ ესე იგი pH-ი ეს არის სიდიდე, რომელიც უდრის წყალბადიოთა კონცენტრაციის უარყოფით ათობით ლოგარითმს და ის გამოხატავს არეში წყალბადიოთა კონცენტრაციას. ეხლა თქვენ მკითხავთ, ზოგიერთ მკითხავთ თქვა და რა არის pH-ი და მე თქვენ pH-ი არის წყალბადიოთა კონცენტრაცია. და მე ვიტყვი რომ არა. ეხლა რატომ არა? რატომ? ეხლა რა თქმა უნდა თქვენ ხვდებით, მაგრამ მოდი ლოგიკურად რომ გავყვეთ, ხო, გამოცდილებიდან. აი, რატომ არ არის pH-ი წყალბადიოთა კონცენტრაცია? იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც წყალბადიოთა კონცენტრაცია არის 10 - მე-7 ხარისხად მოლი და pH-ი არის 7. და იქ ვამბობ კონცენტრაციის სიდიდეს, მოლს. და აქ არ ვამბობ კონცენტრაციის სიდიდეს, იმიტომ რომ ეს არის იმ რიცხვიდან გამომდინარე გამოთვლილი მისი ათობითი ლოგარითმი. ეხლა ეს ერთი, მეორე. როდესაც არის რომ წყალბადის კონცენტრაცია იზრდება, pH-ი მცირდება. რატომ? იმიტომ რომ ეს არის -7, ხო? მე-7 ხარისხი. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ 0.00001, ხო? ანუ ეს ძალიან მცირე რიცხვია. მაგრამ თუ მე ავიღებ -8-ს, ამ დროს მე ვიცი რომ წყალბადის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ pH-ი უდრის 8-ს. რიცხობრივად რო შევხედოთ, 8-7-ზე მეტია. მაგრამ ანუ რას ნიშნავს ეს? რომ როდესაც pH-ი იზრდება, წყალბადის კონცენტრაცია მცირდება. და როდესაც pH-ი მცირდება, წყალბადის კონცენტრაცია არის მაშინ უფრო დიდი. ეხლა რა თქმა უნდა, იგივე ალბათობით, იგივე იმითი რა ქვია, წარმატებით შეგვიძლია ჩვენ ვიხმაროთ pOH-ი სიდიდეს. ეხლა მოდით ჩავთვალოთ რომ სორენსენმა შემოიტანა ეს სიდიდე განსაზღვრა წყალბადის კონცენტრაციის მიხედვით. მან ასე ჩათვალა რომ ასე იყო საჭირო. რა თქმა უნდა, იგივე ალბათობით თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ როდესაც pH-ი უდრის 7-ს, pOH-იც უდრის 7-ს. როდესაც pH-ი უდრის 4-ს, pOH-ი udris 10-ს. ანუ როდესაც pH-ი udris 2-ს, pOH-ი udris 12-ს. ანუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია და ესეც გამოიყენება ხშირად, მაგრამ მაინც წამყვანი ეს არის pH-ი. თქვენ იშვიათად შეხვდებით სადმე თუ რამე სპეციალური მსჯელობა არ არის pOH სიდიდეს. რატომ? რისთვის? აი ამას თანდათან ახლა ჩვენ განვიხილავთ. ეხლა აი ეს არის შკალა, თქვენ იცით რომ არსებობს ესეთი ფილტრის, უბრალოდ pH-ის ქაღალდებს უწოდებენ მათ, რომლებიც იღებება, სხვადასხვა მათზე არის ინდიკატორი იმობილიზებული და ისინი სხვადასხვა ფერს იღებენ. მაგრამ რა არის აქ თავარი, რომ აქ არის შკალა 0-დან 14. ძირითადად ეს არის. და სხვადასხვა ნივთიერებები, სხვადასხვა არეები, სხვადასხვა ესე ვთქვათ არე ძირითადად მათ აქვთ სხვადასხვა pH-ი. ესე იგი, ახლა დავიმახსოვროთ, რომ pH-ი ეს არის არეს მახასიათებელი. ანუ ეს ახასიათებს არეში წყალბადიოთა კონცენტრაციას. ახასიათებს არეში წყალბადიოთა კონცენტრაციას. კი არ უდრის, არამედ ის არის აი ამ კონცენტრაციის უარყოფითი ათობითი ლოგარითმი. ეხლა, კი ბატონო, სუფთა წყალი გვაქვს, ვისაუბრეთ სუფთა წყალზე მის დისოციაციაზე და ამ შემდეგ. მაგრამ ბიოლოგიურ სისტემებში და აი ლაბორატორიულ სისტემებში ჩვენ სუფთა წყლის გამოყენება და მასზე დაკვირვება ეხლა თუ მაინც და მაინც წყალს არ სწავლობ, ეს არ გშირდება, ხო? და განსაკუთრებით ეს არის
მნიშვნელოვანი ბიოლოგიური სისტემებისათვის, როდესაც არის უამრავი ნივთიერება უჯრედში წარმოდგენილი, ხო? უამრავი. არაორგანული, ორგანული ნაერთები წარმოდგენილი და არა მარტო ბიოლოგიურ სისტემებში, მაგალითად, ზღვებში, ოკეანეში, ანუ თხევად გარემოში იქ სუფთა წყალი არის მხოლოდ, როდესაც ჩვენ გაასუფთავებ ამ წყალს, უმეტესად ასე არის, ხო? დანარჩენ მას აქვს შეხება გარემოსთან და წყალი ღია სისტემაა გარკვეულწილად. მასში იხსნება რაღაცა, რაღაცა არ იხსნება, შესაბამისად ის ამისთან მიხედვით შეიძლება იცვლიდეს თავის სტრუქტურას, თავის თვისებებს და ასე შემდეგ. ეხლა თავის აგებულებას. ანუ ეხლა ჩვენ ჩავთვალოთ და ვნახოთ, აი მაგალითად მარილმჟავა, ეს ყველასთვის ცნობილი მჟავა, ხო? მარილმჟავა, ვიცით, ჰაშქლორი. ანუ როდესაც ის მოხდება თხევად გარემოში, წყალთან ურთიერთობაში, როდესაც შევა. ანუ აქ არ არის საუბარი კრისტალურ ფორმაზე შენა. აი წყალთან, როგორც ნატრიუმის ქლორიდი მაგალითად, გვაქვს კრისტალური მარილი, მაგრამ ჩავაგდეთ და იქ გაიხსნა, ანუ ის იონება წარმოქმნა. ეხლა მარილმჟავას აქვს თუმცა ასეთი თვისება, რომ თავის წყალბადის პროტონს, მას აქვს წყალბადის პროტონი დამატებითი, გადასცემს წყლის მოლეკულას. ან როგორც ერთი წყლის მოლეკულა გადასცემს მეორე წყლის მოლეკულას წყალბადის პროტონს, ასე ხდება დისოციაცია, ხო? ასევე ახერხებს მარილმჟავა თავისი პროტონი გადასცემს წყლის მოლეკულას. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ამას რეაქციის კუთხით, ხო? ჩვენ ხო გვაქვს წყლის მოლეკულა თვითონ, რომელიც დისოცირდა პროტონად და ჰიდროქსილის ანიონად. მაგრამ მე რომ დავამატე მარილმჟავა ამ არეში და ამ მარილმჟავამ კიდევ ერთი პროტონი მისცა ამ არეს, ხო? ქლორი ამ შემთხვევაში არაფერს ის. ანუ ისიც დისოცირდა წყალბადის პროტონი და ქლორის ანიონად. ანუ ჯამურად მე გამეზდარდა წყალბადის პროტონების კონცენტრაცია. არ არის ესე? და შემიმცირდა რა? ჰიდროქსილის ანიონის კონცენტრაცია, იმიტომ რომ ეს პროტონმა ერთმა, ანუ ორი პროტონიდან ერთმა გაანეიტრალა ჰიდროქსილის ანიონი. და წარმოიქმნება ისევ ასოცირება წყლისა, ხო? იმიტომ რომ წყლის დისოციაცია ძალიან დაბალი ხარისხით ხდება. ამიტომ ასოციაცია შესაძლებელია უფრო დიდი ხარისხით ხდებოდეს. და შესაძლებელია კი ესეც ხდება. ეხლა ამიტომაც ზიგი რა არის? რომ აი ჩვენ ვუწოდეთ მარილმჟავა. აქედან ლოგიკურად შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ, რომ თუ მარილმჟავა წყალბადის პროტონს აძლევს არეს, ჯამურად ზრდის წყლის წყალბადის პროტონების კონცენტრაციას და ამცირებს ჰიდროქსილის ანიონის კონცენტრაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ნაერთი, რომელსაც შეუძლია არეში გაზარდოს წყალბადის პროტონის კონცენტრაცია, ანუ ნაერთი, რომელიც შეიძლება იყოს წყალბადის პროტონის დონორი, ასეთ ნაერთს ეწოდება მჟავა. მე ვფიქრობ, გასაგები უნდა იყოს ესე. ეხლა თუ ეს არის მჟავა, ხო? მაშინ მოდით მეორე კუთხით შევხედოთ. ჰიდროქსილის ანიონს შეუძლია მიერთოს წყალბადის პროტონი, ხო? ანუ ჯამურად მას შეუძლია რომ თუ მარილმჟავა შეეძლო ერთი პროტონი მიეცა წყალს, ერთი პროტონი, ანუ ჯამში ორი ყოფილიყო, ჰიდროქსილის ანიონმა ერთი ხო მიიერთა და მაინც ერთი დარჩა პროტონი. კი, კონცენტრაცია პროტონებისა ჯამური გაიზარდა, იმიტომ რომ ჰიდროქსილების მოცილდა, მაგრამ ამ ჰიდროქსილმა ხო ეს პროტონი ერთი მიიერთა, ხო გაანეიტრალა. აი ასეთ ჯგუფებს, რომელთაც შეუძლია წყალბადის პროტონის მიერთება, უწოდებენ ფუძეს. ანუ ესე იგი ნაერთს, ქიმიურ ჯგუფს, ფუნქციურ ჯგუფს, რომელსაც შეუძლია წყალბადის პროტონის მიერთება, მას უწოდებენ ფუძეს. ანუ ეს არის ტუტე ჯგუფი, ფუძე ჯგუფი. აი ასეთი მაგალითი აქვს მოყვანილი ამიაკი. ამიაკი თქვენ იცით, უკვე გეცნობათ, ეს არის პოლარული ნაერთი. რატომ? იმიტომ რომ აზოტსაც აქვს ძალიან მაღალი ელექტროუარყოფითობა, ისეთი როგორც ჟანგბადს. და აზოტს აქვს თავისი დამატებითი, ესე იგი, ნაწილობრივ უარყოფითად დამუხტული პოლუსი, ხო? ესეც არის პოლარული ნაერთი ამიაკი. და ის ამ წყალბადის პროტონს იერთებს. ანუ იზიდავს. და გარდაიქმნება ის ამონიუმის იონად. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ჩვენ სისხლში, თირკმელებში და ასე შემდეგ, სხვადასხვა ქსოვილში. ანუ ამიაკი, რომელიც არის სხვათა შორის ამინომჟავების გარდაქმნის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტი, გარდაიქმნება ამონიუმის იონად. და ის ტოვებს ჰიდროქსილის იონს. ესე იგი, ჯამში პროტონების კონცენტრაცია განეიტრალდა, შეიძლება ითქვას, ან ჰიდროქსილმაც გაანეიტრალა შეიძლება და ჰიდროქსილის, ან უარყოფითად დამუხტული იონების კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს. ეხლა აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჰიდროქსილზე, რა თქმა უნდა. ესე იგი, ფუძე თვისების მატარებელი არის ნებისმიერი ის იონი, ნებისმიერი ის ფუნქციური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია პროტონის მიერთება, ანუ შეამციროს თავისუფალი
პროტონების კონცენტრაცია არეში. ანუ შეამციროს ჰიდრონიუმის იონების კონცენტრაცია არეში, რითიც გაზრდის pH-ს, ხომ? თუ პროტონების კონცენტრაციას შემცირდა, pH-ი გაიზრდება. და თუ პირიქით პროტონების კონცენტრაცია გაიზარდა მჟავას ზემოქმედებით, ეს pH-ი შემცირდა. ანუ გვაქვს დონორი პროტონის, ეს არის მჟავა, გვაქვს აქცეპტორი პროტონის, ეს არის ფუძე. აი ეს რომ დავიმახსოვროთ. ეხლა ჩვენ როდესაც ვისწავლით და მე აი თქვენ დაფიქრდებით, მე ეს მგონია და ამაზე შეიძლება კითხვაც გაგიჩნდეთ საკუთარ თავთან და ეძდებით რომ მოიძიოთ ეს ინფორმაცია, რომ აი უყურებთ ჯგუფს, ფუნქციურ ჯგუფს. აი მაგალითად, ხომ? აი თქვენ უყურებთ აი ამ ჯგუფს. აი ამ რეაქციას ჩვეულებრივ. ნახეთ, ამიაკმა მიიერთა პროტონი, დარჩა ჰიდროქსილი. მაგრამ ამ ჰიდროქსილს ხომ შეუძლია რომ უკან მიერთოს ეს პროტონი? და უკან წავიდეს რეაქცია? რა თქმა უნდა კი. ესე იგი, ჰიდროქსილის ჯგუფი ამ შემთხვევაში მუშაობს როგორც ფუძე და წყალი ამ შემთხვევაში მუშაობს როგორც მჟავა. ანუ წყალი, წყლის მოლეკულა აქ არის დონორი პროტონის და ჰიდროქსილის ჯგუფი არის აქცეპტორი. ანუ ერთი და იგივე მოლეკულის დეპროტონიზირებული და პროტონიზირებული ფორმები შეიძლება იყონ მჟავები და ფუძეები. ანუ მჟავური ბუნების მატარებელი და ფუძე ბუნების მატარებელი. ანუ ესე იგი წყლის მოლეკულა როგორც პროტონიზირებული ფორმა და ესეც რო დავიმახსოვროთ, ეს არის მჟავური ფორმა წყლის და ჰიდროქსილი ანიონი როგორც ფუძე ფორმა, როგორც აქცეპტორი პროტონის, ეს არის ის ფუძე ფორმა, ანუ აქცეპტორი პროტონის. და ასე სხვადასხვა ფუნქციურ ჯგუფებს ნახავთ თქვენ რომ ერთი და იგივე ფუნქციური ჯგუფი პროტონ, როდესაც მას წყალბადი აქვს, ის მუშაობს როგორც მჟავა, როდესაც წყალბადი მოცილებული აქვს, ის მუშაობს როგორც ფუძე. ეხლა ესე იგი, ჩვენ თუ აი ამ რეაქციას, რომელიც ჩვენ გვქონდა წერან დაწერილი, ამას უფრო განვაზოგადებთ და ფაქტიურად წყლის დისოციაციასაც მიუსადაგებთ, ხო? აი ვნახავთ ასეთ რაღაცას, რომ რა თქმა უნდა ეს არ ხდება ჰაერში, ეს ხდება თხევად გარემოში, წყალი ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ აი ეს ნაერთი HA, ანუ რას ნიშნავს? წყალბადი და A ეს არის როგორც acid, ანუ მჟავური ნაშთი, შეიძლება ითქვას, მჟავური ნაშთი. როდესაც გაიხსნა წყალში, მოხდა დისოციაცია, წყალს გადასცა მან პროტონი, წარმოიქმნა ჰიდრონიუმის ანიონი და დარჩა ეს მჟავური ნაშთი, რომელიცაც პროტონი არ აქვს, რადგან ეს პროტონი არ აქვს, ის რა თქმა უნდა არის უარყოფი და დამხტული. ეხლა აი ჩვენ ამას რო შევხედოთ ეს. ეხლა მისი დისოციაციის, აი გთხოვთ რომ მოყვეთ ახლა ეს სლაიდზე რატომღაც ყველაფერი ერთად არის, ესეც სიმულაციასავით მაყოფილიყო, მეც ერთის. იქნებ შეიძლება ეს. ზეროთ ჩვეულებრივად და იქ კითხვები ხო არა გაქვთ, რადგანაც 2 წუთი სანამ გავხსნი ახლა? არა. მოვყვებით ლოგიკაში გასაგებია თუ ძალიან რთულად ხო არ ხსნი? გასაგებია. ლუკასთვის გასაგებია. და შეიძლება 83 ადამიანის ეს არ ვიცით. გასაგებია კი. აი ხო ნახოთ. ის კალიბრების ფორმატია, მაგრამ აი ხო ესე იყოს ჯობია. აი ეს არის რეაქცია, ხო? ეხლა ამ რეაქციის შესაბამისი დისოციაციის კონსტანტა რა თქმა უნდა იქნება ეს. ეხლა ეს ლოგიკურად თქვენ რო ნახავთ, თქვენ თორეც მიხვდებით რომ დისოციაციის კონსტანტა ყოველთვის ესეა, რომ პროდუქტი შეფარდებული მორეაგირე ნივთიერებებით. ეხლა ჩვენ ვიცით რომ ჰიდრონიუმის იონს აღნიშნავთ პროტონად, ხომ? ასეთი აღნიშნავთ. მაშინ შესაბამისად და ასევე ვიცით რომ წყლის კონცენტრაცია არის მუდმივი. ანუ 1 ლიტრ წყალში სუფთა წყლის კონცენტრაცია არის მუდმივი. მოლური კონცენტრაციაზეა საუბარი ეს. და შესაბამისად აი ეს გვაძლევს აი ამ განტოლებას, რაც ჩვენ გვქონდა წყლის იონური ნამრავლი, ხო, წყლის შემთხვევაში, მაგრამ ეს ხო წყალი არ არის. ეს არის გარკვეული ორგანული ნაერთი. ვთქვათ ამ შემთხვევაში მჟავა.
მჟავა, ესე ჩავთვალოთ, რადგანაც მას აქვს პროტონი თვითონ, რადგანაც ის პროტონიზებულია. ეს არის მჟავური ჯგუფი, მჟავა და მისი დისოციაციის კონსტანტა გამოისახება აი ამ განტოლებით და ეს არის Ka. A ნიშნავს მჟავას, ხო? ესით მჟავა. ეს შეიძლება იყოს Kb, თუმცა ამ შემთხვევაში აქ იქნება უკვე ფუძე ჯგუფი, B, ანუ base ჯგუფი. ანუ A-ის შეიძლება base-ი და იქ პლუსი გვექნება აი ამ Hb პლუსით იქნება და B მინუსის გარეშე. ეხლა ეს უკვე თქვა დამატებით მნიშვნელობის საკითხია, მაგრამ აი ეს არის ეს მაჩვენებელი. ესე იგი ეს რა ყოფილა K? ეს არის მჟავის დისოციაციის კონსტანტა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს მჟავების შემთხვევაში არ არის მხოლოდ, ხო? ფუძეების შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ისინიც არიან, თქვა, დეპროტონიზირებულ მდგომარეობაში და მიერთებენ და მაშინ იქნებიან უკვე მჟავურ ფორმაში, ანუ პროტონიზირებულ მდგომარეობაში. უბრალოდ ფუძე როდესაც იერთებს პროტონს, დადებითად დამუხტული ხდება. ან ნეიტრალდება. და როდესაც მჟავა გასცემს პროტონს, უარყოფითად დამუხტული ხდება თვითონ. და ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოვსახოთ ეს რეაქცია აი ამის მსგავსად, ხო? ნახეთ, რადგანაც ეს არის დისოციაციის გამოსახულება. ეს რეაქცია ჩვენ შეგვიძლია გავამარტივოთ და მჟავის დისოციაციის რეაქცია ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ აი მსგავსად, რომ პროტონიზირებული ფორმა გასცემს პროტონს და გარდა გვექნება ესეთი დეპროტონიზირებული ფორმა. ეხლა ამა თავისი სახელები აქვს. ეს არის მჟავური ფორმა, ანუ პროტონიზირებული და A- უწოდებენ მისი შეუღლებული ფუძე. ანუ ეს არის მჟავა და ეს არის ამჟავის შეუღლებული ფუძე. აი ესეთი ტერმინოლოგია არის აი აქ ესე ჩამოყალიბებული. ეხლა ეს არის მჟავის დისოციაციის კონსტანტა Ka. ეხლა ლიტერატურაში თქვენ ნახავთ, რადგანაც ეს ფუძეების შემთხვევაშიც გამოიყენება და მჟავების შემთხვევაში ხანდახან ამ A-ს არც უწერენ. უბრალოდ წერიან Ka. და როდესაც აი არსებობს ასეთი ჯგუფები, რომლებსაც ერთი მოლეკულაში რამოდენიმე დისოცირებადი ჯგუფია. ანუ რამოდენიმე ჯგუფი შეუძლია მიერთოს პროტონი, გასცეს, ანუ ზოგი მიერთებს, ზოგი გასცემს და ყველას მათ აქვს თავისი დისოციაციის კონსტანტა, ხო რა თქმა უნდა. და რადგანაც ეს ერთი მოლეკულის ფარგალშია, ამიტომ თქვენ ლიტერატურაში შეხვდებით, რომ აი K1, K2, K3, ანუ ასეთ მჟავებს უწოდებენ ხოლმე პოლიპროტულ მჟავებს, რომელთაც შეუძლიათ დისოციაცია სხვადასხვა ეტაპზე. ანუ რომელსაც აქვს სხვადასხვა დისოციაციის კონსტანტები და ასეთებს უწოდებენ პოლიპროტულ მჟავებს. ანუ პოლი მრავალი, პროტუ, ანუ ეს არის მრავალი პროტონის გამცემი ან მიმღები მოლეკულა, ხო, ჯამურად. ეხლა რო დაუბრუნდეთ აი ამ განტოლებას, ხო, ეს არის ესე იგი მჟავის დისოციაციის კონსტანტა, ეს განტოლება. ეხლა თუ ჩვენ ამას დავაკვირდებით, მივხვდებით თავისუფლად, რომ როდესაც შეუღლებული ფუძის კონცენტრაცია სჭარბობს მჟავის კონცენტრაციას, მაშინ აი თვითონ ეს დისოციაციის კონსტანტა იქნება მეტი 1-ზე. თუ მათი კონცენტრაციები დაახლოებით თანაბარია, მაშინ ამ შემთხვევაში აი ეს დისოციაციის კონსტანტა იქნება 1-თან შორი ახლოს, ხო? დაახლოებით 1-ის ტოლი. და თუ პირიქით დისოცირებული, ესე იგი, შეუღლებული ფუძის ფორმა, კონცენტრაცია უფრო ნაკლებია. მჟავური ფორმის კონცენტრაციაზე, მოლურ კონცენტრაციებზე საუბარი. მაშინ არის აი ეს მჟავური ფორმი, ეს დისოციაციის კონსტანტა იქნება 1-ზე ნაკლები. ეხლა თუ ამას დაუკვირდით თქვენ და თუ ამას ახლა თქვა რთული ასე გააზრება, ხო, ასე უცაბედად, მაგრამ რაზეა საუბარი? რომ თუ მე შეუღლებული ფუძე მაქვს ბევრი, ანუ ეს რას ნიშნავს? და ეს თუ მაქვს ცოტა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს დისოცირდა, ანუ ამან პროტონი გასცა და თუ ეს ბევრია, ეს ნიშნავს, რომ ამან ბევრი პროტონი გასცა. და თუ ბევრი პროტონი გასცა, ეს რას ნიშნავს? ეს არის ძლიერი მჟავა. ანუ, როდესაც დისოციაციის კონსტანტა არის 1-ზე მეტი, ასეთი მჟავები არიან ძლიერი მჟავები და რაც უფრო მეტია, ანუ 1-ისგან რაც უფრო დაცილებულია, მით უფრო ძლიერია ეს მჟავა. ეხლა, როდესაც ტოლია, ხო, ამ შემთხვევაში ეს თანაბარია. ამ შემთხვევაში რა ხდება? რომ რეაქცია, აი ეს დისოციაციის რეაქცია, გადახრილია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ანუ დისოციაცია, ასოციაცია თანაბრად ხდება. ანუ ეს არის წონასწორული მდგომარეობა, ჩვენ უკვე ვიცით, ხო, წონასწორული მდგომარეობა რა არის. ანუ ეს არის წონასწორული მდგომარეობა.
და პირიქით, როდესაც ეს არის მცირე და მორიაგირე ნივთიერება თვითონ ბევრი, ანუ მჟავური ფორმა უფრო მეტია ვიდრე პირიქით მისი შეუღრებული ფუძის ფორმა, ეს ნიშნავს, რომ ეს ძალიან სუსტად გასცემს პროტონს. და თუ ძალიან სუსტად გასცემს პროტონს, მაშინ ეს ყოფილა სუსტი მჟავა. და რაც უფრო ეს ერთზე ნაკლებია, მით უფრო სუსტი მჟავა გამოდის. აი ეხლა ამ იმაში რა ქვია, ამ სურათზე. თქვენ ხედავთ სხვადასხვა მჟავებს. ნახეთ, ეს არის ძირითად შემთხვევაში ორგანული, არაორგანული მჟავები და მათთან ერთად კიდევ ორგანული რამოდენიმე მჟავა და თქვენ ხედავთ, რომ აი მაგალითად მარილმჟავის Ka მაჩვენებელი არის 1.3 10-6 ხარისხად მოლი. 10-6 ხარისხად მოლი. მას სხვა ჯგუფი არ აქვს. ანუ ის დისოცირდება ერთ ეტაპად და მისი ეს დისოციაციის კონსტანტა აი ამას უდრის. ეს რას ნიშნავს? ეს არის ძალიან ძლიერი მჟავა, იმიტომ რომ ეს არის სადღაც 13,300,000, ხო? 13,300,000 მოლი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი რიცხვი. ეხლა უბრალოდ მოლი არა, ბოდიში. მოლები იქცება აქ 1,300,000. ეს არის კაამაჩვენებელი. ეხლა აი გოგირჯავის შემთხვევაში ნახეთ ეს პოლიპროტული მჟავა, იმიტომ რომ ის დისოცირდება ერთ ეტაპად, ერთი წყალბადი გასცა და მერე მეორე წყალბადს გასცემს. მაგრამ თითოეულ ამ გაცემას აქვს თავისი კაამაჩვენებელი, ანუ თითოეულ დისოციაციის რეაქციას თავისი მაჩვენებელი აქვს. და ნახეთ, როდესაც ეს არის პირველი გაცემა, ამ შემთხვევაში ეს არის 1/10 ხარისხი, ანუ სადღაც 1000, ხო? და როდესაც საუბარია აი ამაზე, აქ როგორ ხდება? რომ ეს არის 1.2 ხარისხად მოლი. ანუ ეს ერთზე ნაკლებია. ანუ ესე იგი გოგირდმჟავის HSO4- მინუსით ეს არის უფრო სუსტი მჟავა, ვიდრე თვითონ მისი მჟავური ფორმა. და საკმაოდ სუსტი, ხო, იმიტომ რომ ეს ერთზე ნაკლებია. ანუ უფრო ნაკლებად დისოცირდება. და ასე შემდეგ, ანუ ლოგიკა ზუსტად ერთნაირად მიმდინარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში ხა აი აქ არ არის, ხო? არის ფოსფორმჟავა. ფოსფორმჟავას აქვს ეს ერთი, მეორე და კიდევ მესამე კაამაჩვენებელი, იმიტომ რომ 3 წყალბადის პროტონის გაცემა შეუძლია. და ამასაც ჩვენ შევხედავთ. ანუ მე ვფიქრობ ეს საკითხი გასაგებია. ანუ თუ კაამაჩვენებელი არის ერთზე მეტი, ამ შემთხვევაში ეს არის ძლიერი მჟავა, თუ კაამაჩვენებელი ერთზე ნაკლებია, მაშინ სუსტი, თუ კაამაჩვენებელი არის ერთის პარგალში, ეს არის წონასწორული მდგომარეობა, ეს არის ძირითად შემთხვევაში ამათ მიეკუთვნებიან სუსტი მჟავები მაინც. აბა ნიკოლოზ. ესე იგი აქ მარტო ას რო განვიხილავთ რეალურად ნამდვილში ხო ჰაშიც არის ან რეალურად აქ a კვადრატი არ უნდა იყოს. ხო, არა, შეგვიძლია აქ რა თქმა უნდა დავწეროთ, მაგრამ რადგანაც მათი წილობრივი არის თანაბარი, a კვადრატი არ უნდა იყოს. ხო, მაგრამ არ წერენ ხოლმე ამას, ანუ ამას სიმარტივისათვის წერენ. თუ ეს ბევრია, პროტონია ბევრი. ანუ რამდენადაც ეს დიდი იქნება, იმდენად იქნება პროტონი დიდი. თორე აქ შეიძლება რა თქმა უნდა დაწერა ეს გამრავლული ამაზე არის მეტი ამას. ანუ გამარტივება ხდება ამით. გამოხატვის გამარტივება. გასაგებია მადლობა. ხო, თორე ისე რა თქმა უნდა სწორი ბრძანდებით. ეს რიცხვია, რა თქმა უნდა ის ჯამურად მეტია. ჯამურად უნდა იყოს მეტი, მაგრამ რადგანაც პროტონის და ეს თანაბარია, ამიტომაც სიმარტივისათვის აღარ წერენ ხოლმე, წერენ ეს თუ მეტი ამაზე, მაშინ ეს არის. და ეხლა ჩვენ კიდე შემდგომ შელებაში ვნახავთ რატომ არის პროტონი გამოკლებული აი ამ განტოლებიდან, ამ შედარებიდან. ეხლა თქვენ ნახეთ, რომ აი ნახეთ, ძირითად შემთხვევაში, მარილმჟავის შემთხვევაში ეს არის 10-6, მაგრამ მე როდესაც მოვდივართ ქვევით, ძირითად არის 10-4, აი ზუსტად იგივე ლოგიკა რაც პH-ის დროს მოხდა. და ამიტომაც შემოგთავაზეს მეცნიერებმა, რადგანაც ესეც არის ძალიან მცირე რიცხვები, ხშირად და ერთზე ბევრად ნაკლები, უმეტეს შემთხვევაში, ამიტომ შემოგთავაზეს მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმით გამოსახვა. და ანუ მივიღეთ ეს PKA მაჩვენებელი, ანუ PK მაჩვენებელი. გასაგებია? აი ეს. ეხლა ეს მაჩვენებელი რას უდრის და საიდან გამომდინარეობს? და რას იმაშო? ეხლა ნახეთ, თუ ჩვენ აი ამისი კონცენტრაცია, შეუღრებული ფუძის კონცენტრაცია გვაქვს მეტი ან ტოლი. მჟავური გავაერთიანეთ მეორე და პირველი. მჟავური ფორმის კონცენტრაციაზე, მაშინ რა თქმა უნდა ვიცით, რომ კაამაჩვენებელი არის მეტი ერთზე, მეტი ან ტოლი ერთის.
ანუ ეს არის ან სუსტი მჟავა, ან რაც უფრო სცილდება ერთს, მით უფრო ძლიერი მჟავა. მაგრამ მისი ლოგარითმი არის უკვე დაბალი. ანუ მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმი არის დაბალი. იმიტომ რომ რაც უფრო დიდი რიცხვია, ერთი შეფარდებული იმ დიდ რიცხვთან, ხო უფრო მცირე რიცხვია. ანუ მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმი კიდევ უფრო დაბალი იქნება. და პირიქით, რაც უფრო ეს ერთზე ნაკლებია, მით უფრო მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმი იქნება დიდი რიცხვი. და რაც უფრო ერთისგან არის დაცილებული 0-ისკენ, ანუ რაც უფრო 0-თან ახლოს არის, მისი უარყოფითი ათობითი ლოგარითმი იქნება მით უფრო დიდი. და აი ჩვენ რო შევხედოთ აი ამ იმას, რა ქვია, ცხრილს, ხო? აი თქვენ ხედავთ და ნახავთ, რომ აი სხვადასხვა მჟავები, მაგალითად ეს არის მჟაუნ მჟავა, ფოსფორ მჟავა, ფორმის მჟავა, ქარვის მჟავა. აი ესენი ყველა არიან შედარებით ძლიერი მჟავები. საერთოდ განსაზღვრება ესეა, რომ როდესაც PKA მაჩვენებელი არის სადღაც 1-დან 5-მდე, 2-დან 5-მდე, ესენი არიან ხოლმე ძლიერი მჟავები, ან მათ ქვევით. ან მაქსიმუმ 5-მდე ესენი არიან ხოლმე ძლიერი მჟავები. და აი ამის ზევით მათი მჟავური თვისებები თანდათან მცირდება. და თუ მჟავური თვისება მცირდება, მაშინ რა იზრდება? ფუძე თვისება, ხო? რა თქმა უნდა. ანუ აი ამ კუთხით PK-ს მაჩვენებლის აღქმა და გაგება არის ძალიან საჭირო. აი თქვენ აქ ხედავთ და ნახავთ უკვე თქვენ როდესაც სწავლას დაიწყებთ სხვადასხვა ნაერთებს, რომელთაც სხვადასხვა PK მაჩვენებლები აქვს. აი მარილმჟავას მაგალითად აქვს -8 PK მაჩვენებელი. ის ძალიან ძლიერი მჟავაა, ამიტომ ხსნარში ის ყოველთვის დისოციირებულ მდგომარეობაში. მაგრამ აი ნახეთ თქვენ ახლა აი საინტერესო მომენტია და მე ვთქვათ რომ ეს ოქსალიკ აციდ, ანუ ეს არის მჟაუნ მჟავა და ოქსალატი ქვევით წერია. აი ქართულ ლიტერატურაში ხანდახან ეშლება თქმა და აუმე რომ მჟავა შეიძლება ჩვენ მოიხსენიოთ როგორც ატით, ესე ხო ოქსალატი, გლუკონატი, სუქცინატი და ასე შემდეგ. აი თქვენ აქ ორი კარგი მაგალითი გაქვთ. მჟაუნ მჟავა და ქარვის მჟავა, სუქცინის მჟავა. და რომ შეადაროთ აი ოქსალატი და რა არის განსხვავება? განსხვავება არის მათი PK მაჩვენებელში. რას ნიშნავს? რომ ისინი აი აქ, ესე იგი ოქსალის მჟავა, ეს არის, როდესაც ის არის ასოცირებული მჟავურ მდგომარეობაში, წყალბადის პროტონი მასთან არის. და ოქსალატი არის, როდესაც ის პირველი წყალბადის პროტონი მან გასცა. აი ეს არის, ესე იგი მისი უკვე შეუღლებული ფუძის ფორმა, შეიძლება ესეც ითქვას. აი ამ მჟავის შეუღლებული ფუძის ფორმა. ასევე სუქცინატის შემთხვევაში. ამიტომ როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ აი თქვათ გლუტამატი ამინომჟავა, ეს აუცილებლად დამუხტულია, აუცილებლად იონურ ფორმაშია, მაგრამ გლუტამინის მჟავას თუ ვიტყვით, ეს არის მჟავურ ფორმაში. ანუ ის არის პროტონიზირებული. ანუ ეს მომენტიც რომ დავიმახსოვროთ. ნიკოლას, კითხვა გაქვთ თუ ხელი დაგჭირდა? კარგი. ეხლა ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთი რაღაცა, ეხლა მართალია ყველას ვერ ხედავთ, მაგრამ ის არის, თქვენ იცით რომ მე მოგახსენეთ რომ სადაც არის რეაქცია, სადაც ხელისაწევის ველია, იქ ასევე არის გამოხატვის ფორმა. თუ გავიგეთ ფციჩკა მწვანე, თუ ვერ გავიგეთ X-ი, ხომ, წითელი. და არ მოგვერიდოს, ხო, მე აღნიშნო რომ, თქვათ მეც ვიცოდებ ჟელობის დროს, რამდენად მომყვებით ან არ მომყვებით. ან ვერ მომყვებით. ეხლა აი კიდევ რომ დაუბრუნდეთ აი ამ ესე ვთქვათ გამოსახულებას ჩვენ და მივიდეთ იმამდე რომ მოვახდინოთ მისი გალოგარითმება, ხო? ანუ ესე იგი k ჩვენ თუ გავალოგარითმეთ, გვექნება ლოგარითმი k100 და თუ ეს არის ლოგარითმი k100, ეს ნიშნავს რომ ეს არის ლოგარითმი აი ამ განტოლების. და აქედან ჩვენ რა ვიცით? რა შეგვიძლია გამოვიყვანოთ? ჩვენ შეგვიძლია გამოვიუტანოთ აი ამ განტოლებიდან ლოგარითმი წყალბადის პროტონების. მაგრამ ეს დადებითი არის, ხო? და პლუს არის. ხო, თუ გავაგრძელებთ ამას, პროტონების კონცენტრაციის ლოგარითმი თუ გადავიტანთ მარცხენა მხარეს, ან თუ ჯამურად ყველაფერს გავამრავლეთ -1-ზე, ხო? ამას გადმოვიტანთ აქეთ. მაშინ ჩვენ მივიღებთ, რომ მინუს ლოგარითმი წყალბადის პროტონების კონცენტრაციის აუდრის მინუს ლოგარითმის k100 და პლუს ლოგარითმი a მინუს შეფარდებული
ანუ შეუღლებული ფუძე შეფარდებული მჟავურ ფორმასთან. ესე იგი ეს როგორ შეგვიძლია ჩვენ მეორენაირად გამოვსახოთ? ეს შეგვიძლია ჩვენ გამოვსახოთ შესაბამისი განტოლებით. აი ეს ხო? ანუ ეს ვიცით რომ არის pH-ი, ეს არის pKa და ეს უკვე არის დარჩენილი ეს ნაშთი რეცეპტი. აი ამ განტოლებას ეწოდება ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლება. აი რა საჭირო იყო? რა საჭიროება შეიქმნა ამ განტოლების შექმნის? საჭიროება იყო ის, რომ ჰენდერსონმა და ჰაზელბახმა დაიწყეს ფიქრი იმ საკითხზე, რომ ჩვენ არ გვაქვს შეხება ბიოქიმიაში არაორგანულ სისტემებთან, არ გვაქვს შეხება რაღაცა არაორგანულ პროცესებში, ანუ წყალთან და თქვათ არაორგანულ მინერალურ მჟავებთან, როგორ მოიქცევენ ისინი აქ, როგორ შეცვლიან pH-ს. არამედ ჩვენ გვაქვს შეხება ცოცხალ სისტემასთან, სადაც არის გახსნილი უამრავი ნაერთი, არა მარტო არაორგანული, არამედ ორგანული, რომელთაც ახასიათებს დისოციაცია და ასოციაცია. ანუ ქიმიური ჯგუფები, რომლებიც დისოცირდებიან და ასოცირდებიან. ერთი და იგივე მოლეკულაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მჟავური ფორმა და ფუძე ფორმა. ანუ ესე იყო ძალიან საინტერესო და მათ ნახეს, რომ აი აქ უდიდესი ნაწილი ასეთი ნაერთების არის სუსტი მჟავები და სუსტი ფუძეები, რომლებიც ესე იგი სუსტი მჟავა და სუსტი ფუძე რას ნიშნავს? ესენი არიან ფუძეები და მჟავები, რომლებიც ნაწილობრივ დისოცირდებიან, რომლებიც შეიძლება ნახოთ ჩვენ ორივე ფორმაში, როგორც დისოცირებულ, ისე ასოცირებულ ფორმაში. ამიტომაც საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ისინი თუ დისოცირდებიან ან ასოცირდებიან, ისინი გავლენას ახდენენ pH-ის ცვლილებაზე, ხო? და აი ჰენდერსონ და ჰაზელბახის განტოლების არსი ეს არის, რომ ისინი ის გვაჩვენებს ჩვენ, რომ როგორ არის pH-ი დამოკიდებული მის სივრცეში არსებულ ქიმიურ ჯგუფებზე. ეხლა ჩვენ pH-ზე დამავიწყდა მე თქვა, რომ pH-ზე ვთქვით, რომ pH-ი ეს არის RS მაჩვენებელი, ანუ ის ახასიათებს RS-ში წყალბადის პროტონების კონცენტრაციას. და pKa, ანუ pK, ეს არის მოლეკულის მახასიათებელი, ან ფუნქციური ჯგუფის მახასიათებელი, ის მჟავა თუ ფუძეა, სუსტი მჟავა თუ სუსტი ფუძეა, ძლიერი მჟავა თუ ძლიერი ფუძეა. ანუ ის ახასიათებს pK მაჩვენებელი ახასიათებს თვითონ მოლეკულის რაობას, რამდენად არის მასში მჟავური თვისებები გამოხატული თუ ფუძე თვისებები გამოხატული, რა ხარისხი. და ჰენდერსონის და ჰაზელბახის განტოლება კიდე გვაჩვენებს ჩვენ დამოკიდებულებას, აი ეს ნივთიერებები, თავისი სხვადასხვა pK მაჩვენებლებით, როგორ მოქმედებენ pH-ის სიდიდეზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლება ეს არის ბევრად უფრო დახვეწილი გამოსახულება pH-ისა ცოცხალი სისტემებისათვის. ეხლა აქ მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება ასევე როგორც თერმოდინამიკაზე გვექნებათ მე მოგახსენეთ თქვენ და იმედია რომ გაავრცელეს ეს ინფორმაცია, თქვენ გექნებათ ესეთი განტოლებები, გარკვეული საკონტროლოს მსგავსი გამოკითხვაზე პასუხი გასაცემი და ასევე იქნება აი ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლების მეშვეობით, ანუ pK-ს საშუალებით, სხვადასხვა ახასიათებელ კონცენტრაციების საშუალებით, რომ გამოვიყვანოთ ჩვენ pH-ი. დავადგინოთ ესა თუ ის ჯგუფი დისოცირებულია თუ ასოცირებულია ამა თუ იმ pH-ზე და ასე შემდეგ. ანუ ეს აუცილებლად ესეც იქნება ერთ-ერთი საკონტროლო. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ამ ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლებას, ხომ? აქედან შეგვიძლია ჩვენ ახალი იდეა შემოვიდანოთ რა, რომ როდესაც აი ეს მაჩვენებელი, ანუ შეუღლებული ფუძე მცირეა ვიდრე მჟავური ფორმა, ამ შემთხვევაში pH-ი ნაკლებია pK-ზე. თუ ესენი დაახლოებით თანაბარნი არიან, მაშინ pH-ი და pK დაახლოებით თანაბარ ფარგალში არის. და როდესაც შეუღლებული ფუძის კონცენტრაცია სჭარბობს მჟავური ფორმის კონცენტრაციას, მაშინ pH-ი არის მეტი pK მაჩვენებელს. ანუ ეს აქედან გამომდინარეობს. და აი მაგალითად აცეტატი, ძმარმჟავა, ხომ? აი ესეთ გრაფიკებს უწოდებენ სატიტრაციო, ესე იგი სატიტრაციო გრაფიკი, ტიტრაციის გრაფიკი. რას ნიშნავს, რომ სხვადასხვა pH მაჩვენებელზე ნანახია რა და რა ფორმის შეიძლება იყოს ეს. მისი pK მაჩვენებელი არის 4.76. აი ხედავთ თქვენ, სადაც არის pH-ი ნაკლები
pH-ში, სადაც ნაკლებია არეში, სადაც ნაკლებია pK მაჩვენებელზე, აქ ჩვენ გვაქვს მისი მჟავური ფორმა CH3COH-ში. როგორც კი ის უახლოვდება pK მაჩვენებელს და არის აი ამ ფარგალში, სადღაც ხო 4-დან 6-მდე, ან 5-დან შეიძლება ითქვას 6-მდე, აი ამ ფარგალში, მაშინ მისი როგორც მჟავური ფორმა, ისე ფუძე ფორმა არის ერთნაირად წარმოდგენილი. ანუ მაშინ, ეს იგი რას ნიშნავს? დისოციაციისა და ასოციაციის რიცხვები დაახლოებით თანაბარი, ახლა ყოველთვის არ არის 50-50, მაგრამ დაახლოებით თანაბარი. ანუ ამ დროს შენ შეგიძლია ნახო ეს აცეტატი ორივე ფორმით, აცეტატის ფორმითაც და ძმარმჟავის ფორმითაც. და როდესაც pH-ი იზრდება, ხომ, ანუ პროტონების კონცენტრაცია თუ იზრდება არეში, მაშინ რა ხდება? უпростоრად pH-ი იზრდება, ანუ პროტონების კონცენტრაცია როდესაც მცირდება არეში, მაშინ ესეც გასცემს თავის პროტონს, გადასცემს ამ არეს პროტონს და თვითონ იმუხტება უარყოფით, ანუ გვაქვს აცეტატის ფორმაში. აი ნახეთ, მე ვახსენე უკვე ძმარმჟავის ფორმა, ანუ მჟავური ფორმა, აცეტატის ფორმა, იონური ფორმა და რადგანაც pH-ი არის ამ შემთხვევაში ბევრად მაღალი ვიდრე pK მაჩვენებელი, ამ დროს აი ეს ფორმა, შეუღლებული ფუძის ფორმა სჭარბობს მჟავურ ფორმას, კონცენტრაციას, ხო, რა თქმა უნდა. აი ეს არის ერთი. ეხლა ჩვენ მე გითხარით, რომ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ასევე პოლიპროტული მჟავები. აი რომელსაც სხვადასხვა დისოციაციის ეტაპი აქვს. აი ფოსფორმჟავა ძალიან კარგი მაგალითია. მისი პირველი წყალბადის pK მაჩვენებელი, პირველი წყალბადის დისოციაციის pK მაჩვენებელი ეს არის 2.1. ანუ რა თქმა უნდა ის არის დისოცირებული მხოლოდ ძალიან დაბალ pH-ზე. 1-დან 2-მდე სადღაც, ხო? აი თქვენ ხედავთ, რომ აი აქ არის ეს რეაქცია. და რაც უფრო pH-ი იზრდება, მით უფრო ეს რეაქცია გადადის აი ამის წარმოქმნისაკენ, მით უფრო გადადის რეაქცია ფოსფორმჟავას დისოციაციისაკენ. რაც უფრო pH-ი მცირდება, ანუ წყალბადის პროტონები რაც უფრო იზრდება, მით უფრო რეაქცია გადმოდის პირიქით ფოსფორმჟავას არსებობის წარმოქმნისაკენ. ეხლა ეს ერთია. ნახეთ, მეორე ეტაპი აქვს მას. აქ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ აუცილებლად გვაქვს ეს H2PO4-. ანუ მისი დიჰიდროფოსფატ იონი ქვია ამას. მაგრამ მისი pK მაჩვენებელი დისოციაციის არის 7.2. ანუ ის 7.2-ის რვის ქვევით ყოველთვის არის აი ამ ფორმაში. მაგრამ აი ამ ფარგალში ის არის თანაბარი. სადღაც 7.2, ესე იგი +-1-ის ფარგალში. და როდესაც იზრდება pH-ი, ანუ თუ ადის 8 და მეტი, მაშინ პირიქით მონოჰიდროფოსფატ იონი, რომელსაც ერთი წყალბადია, უფრო სჭარბობს, ანუ რეაქცია გადადის მარცხნიდან მარჯვნივ, უფრო სჭარბობს ეს რეაქცია. და მესამე ეტაპი, ხო? როდესაც კიდევ ეს დამატებით წყალბადი, აქ არის 12.7 pK. ანუ თუ pH-ი მიაღწევს 12-ს, ამ დროს ჩვენ ნახავთ ფოსფორმჟავას ნაშთს, ცალკე, მარტო და თქვათ მის ზევით გვაქვს მხოლოდ PO4 3-. მის ქვევით გვაქვს HPO4 2-. ანუ აი ნახეთ, ესე იგი პოლიპროტულ მჟავებს ახასიათებს საფეხურებრივი დისოციაცია, ესეც არის სატიტრაციო გრაფიკი, ესე ვთქვათ. და ეხლა ჩვენ თუ შევხედოთ ბიოლოგიურ სისტემებს, ნახავთ, რომ ბიოლოგიურ სისტემებში pH-ი არის სადღაც 6.8-დან 8-მდე. აი სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა. ეხლა არ არის საუბარი კუჭზე, კუჭში სხვა არის ეს ანომალური ადგილია, ხო? ის არის ძალიან მჟავი არე, 12 გოჯანატალში უფრო ნეიტრალური. მაგრამ ძირითად შემთხვევაში უჯრედული pH-ი ვარირებს 6.8-დან 8-მდე. მიტოქონდრიის, ციტოპლაზმის განსხვავდება, ენდოპლაზმური ბადის განსხვავდება, პეროქსისომების და ასე შემდეგ. ეხლა ეს არის. თუ pH-ი აი ამ ფარგალშია, ეს ფარგალი რომელს მიესადაგება აი ამას. ესე იგი ჩვენ უჯრედში შეგვიძლია გქონდეს ფოსფორმჟავას ნაშთი, როგორც დიჰიდროფოსფატ იონის ფორმით, მინუსი ფორმით, რომელსაც შეუძლია რომ გქონდეს ორი წყალბადი. ისე ჰიდროფოსფატ იონის სახით, რომელსაც აქვს ერთი წყალბადი და ერთი გაცემული. ანუ აი ასეთ ნაერთს, რომელსაც შეუძლია რომ არსებობდეს კონკრეტული pH-ის ფარგალში, როგორც ასოცირებულ, ისე დისოციირებულ მდგომარეობაში, ეწოდება ბუფერი. ანუ ნაერთს, რომელსაც შეუძლია pH-ის ზრდის დროს მიიღოს წყალბადის პროტონი, pH-ის შემცირების დროს წყალბადის პროტონი, უბრალოდ pH-ის შემცირების დროს წყალბადის პროტონი მიიღოს და შეამციროს ამით პროტონების კონცენტრაცია და pH-ის ზრდის დროს წყალბადის პროტონი გამოსცეს
და ამითი წყალბადის პროცენტა კონცენტრაცია გაზარდოს და რითიც დაარეგულირებს pH-ის დონეს. აი ასეთ ნაერთებს ეწოდებათ ბუფერი. ბუფერი საერთოდ არის მასტაბილიზირებელი. ამ შემთხვევაში ეს არის pH-ის მაბუფერირებელი სისტემა. რა თქმა უნდა, ფოსფომჟავასაც შეუძლია ბუფერის ფუნქციის შესრულება, ხო? თქვენ ხედავთ, აქაც დისოციაცია, ასოციაციის რეაქცია, მაგრამ როდესაც pH-ი არის აი ამ ფარგალში 2, სადღაც 2.1-ის ფარგალში. მაგრამ ჩვენ უჯრედში ესეთი pH-ი არ აქვს. ამასაც შეუძლია შეასრულოს ბუფერის ფუნქცია, მაგრამ ეს რეაქცია ვერ წარიმართა, იმიტომ რომ უჯრედში 12 pH-ი არასდროს არ არის. არასდროს დაიღუპება მაშინ უჯრედი. შესაბამისად, ამდენი წყალბადის პროტონების კონცენტრაცია არასდროს არ არის და მხოლოდ აი ამ ვარიაციაში შეიძლება ამან შეასრულოს ბუფერის ფუნქცია. ესე იგი, აქ დავიმახსოვროთ და ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, რომ ბუფერი მუშაობს ბუფერის, ესე იგი, როგორ ვთქვათ, იონიზირებად ფუნქციურ ჯგუფებს შეუძლიათ ყოველთვის შეასრულონ ბუფერის ფუნქცია, თუ მათი პკ მაჩვენებელი არის გარკვეულ ურთიერთობაში pH-თან, რაც არის იმ არეში. თორე რომელიღაც pH-ში ისინი თავის ბუფერის ფუნქციას აუცილებლად შეასრულებენ. უბრალოდ ცოცხალ სისტემას აქვს თავისი გამიზნული რაღაცა წესები, სადაც ის ფუნქციონირებს. მის აქეთ და იქით ცოცხალი სისტემა აღარ მუშაობს. აი, დიდი მადლობა ყურადღების